გამარჯობა, თქვენ უყურებთ პროგრამა ინფორმატორს და გავიგებთ სიახლეებს შოუ ბიზნესის დიდი სამყაროდან. იმდენად მოეწონა ქართულ მკითხველს აღმოსავლური პოეზია, რომ ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილს, ანუ მის მთარგმნელს 3 საათის განმავლობაში ავტოგრაფებს ართმევდა. ისე მახსოვს ძალიან ხშირად გიხსენებდა ნინოს და მერაბს შეიძლება მე ბიბლიოფილი გახლა ვარ და ბატონო 15000 მეერთე წიგნი იქნება ეს ლევან ქაჯაია გახლა ვარ და ასე უნდა დამიწერო მე თქო ქაჯაია ლევანი დიახ და ცოტა ვაშკაცურად უნდა დამიწერო ბათუმში ჩავიდე მთელი ჩემი 45 წლის ნაშრომი არის ჩადებული შიგ ძალიან დიდი სიყვარულია ჩახსოვილი ყოველ სტრიქონში. ბევრი ხალხია შემოსვლა ჭირს, ესე იგი დიდია ინტერესი ჩვენი საზოგადოებისა ამ წიგნისადმი, რომელსაც დიდი ხანია ელოდება მართლა ქართველი მკითხველი, ქართული ინტელიგენცია. ქართულმა საზოგადოებამ შესანიშნავი საჩუქარი მიიღო ამ წიგნის სახით აღმოსავლურ-დასავლური დივანი. აი ახლა მაგალითად ცოტა ხანში გამოვცემ ფერეიდნელების ლექსებს ქართულად. ის თარგმანი არ არის, აი ქართულად შეცდომებით როგორ წერენ ისინი, აი ეს იქნება, არა ჩვენ უცრემლოდ ვერ დაიკითხავ. ცნობილი ქართველი დიზაინერი მაკა ასათიანი ბოლო პერიოდის განმავლობაში ოჯახურ საქმეებში იყო ჩაფლული. ახლა ის ისევ აპირებს, რომ მოდის სამყაროს დაუბრუნდეს. ამჟამად მაკა 2 კოლექციას ამზადებს და მოსკოვში გამართულ Fashion Week-ზე წასაღებს ზამთრის კოლექციაზე მუშაობს. შეგახსენებთ, რომ Fashion Week-ს მხოლოდ ყიდველები ესწრებიან. გასულ წელს მაკა ასათიანმა ამ ჩვენებაზე ფურორი მოახდინა და მისი კოლექცია პირველივე დღეს შეიძინა მაღაზია მარკიმ. იმედი ვიქონიათ, რომ ქართველი დიზაინერის ვიზიტი Fashion Week-ზე ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც სადაც ბაიერები, ანუ ყიდველების სხვადასხვა დიდი მაღაზიების უკვე თავენ ამ ტანსაცმელს ხდება ჩაწერა, რომ აი შარვალი მინდა ეს მინდა და ჟურნალისტები, რომლებიც უკვე თავიანთი ჟურნალებისთვის, ან ტელევიზიებისთვის აშუქებენ ამას. ლადო ბურდული რუსთავიდან პირდაპირ ბერლინში, პარიზსა და ციურიხში აპირებს კონცერტების გამართვას. ის საგასტროლოდ მიემგზავრება. როგორც იცით, ლადო ბურდული ამიერკავკასიაში Fashion TV-ს ოფიციალური წარმომადგენელია. ამიტომ ლადო ევროპაში ყველა Fashion TV-ს ჩვენებას უნდა დაესწროს და იმედია საინტერესო მასალებსაც ჩამოგვიტანს. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი 2003 წლის 18 თებერვლამდე წარმოადგენს 2 ქართველი დიზაინერის მაკა ასათიანისა და გუგა კოტეტიშვილის ნამუშევრების გამოფენას. წარმოდგენილი იქნება კოსტიუმების სერია 2002 წლის მარტში პანკისის ხეობაში გამართული ჩვენებიდან.
იდეა არის არაჩვეულებრივი ამ ექსპოზიციის სინთეზი არაჩვეულებრივი გუგა კოტეტიშვილი და მაკა ასათიანი. და ჩემის აზრით პანკიზის ის არაჩვეულებრივი ჩვენება, რომელიც პანკიში ჩატარდა, გადავიდა დიდ ხელოვნებაში. ეს არ არის ეხლა ხანს დაბადებული იდეა, ეს არის მთლიანად ჩვენი ამოცანა. ანუ ეს არის ის, რომ შეიცვალოს საგამოფენო ხელოვნებისადმი მიდგომა. ძალიან მომწონს საქაურობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის გუგა კოტეტიშვილის ავეჯი და მაკა ასათიანის კოსტუმები, რომელიც ერთმანეთს ძალიან ერწყმის, ჩემის აზრით. ჩვენი მიზანი, საერთოდ ცენტრის მიზანი არის ის, რომ სწორედ მოხდეს შემოქმედების გაცოცხლება. აი ვიზუალურად რო წარმოვიდგინოთ, ეს არის თქვათ ფერწერული ტილო რო გაცოცხლდეს. ამიტომ ჩვენთვის წარმოდგენილი არის მთელი ეს საგამოფენო დარბაზები, როგორც ერთი ფერწერული ტილო, რომელზეც არის გაცოცხლებული სხვადასხვა აი ფერები ჩავთვალოთ, სხვადასხვა სინათლე, შუქჭდილი, კომპოზიცია, თვითონ მოქმედება. აი ეს არის იდეა. ეს არის ის ადგილი, თვითონ დაწესებულება, თვითონ ის გუნდი, რომელიც აქ მუშაობს, რომელიც ამკვიდრებს ძალიან საინტერესო გამოფენებს, რომელიც განეკუთვნება, აი რაც პატარა გადახრით, აი ესე არტის, პერფორმანსის, სტილისტიკის და რაც თავარია, არამშრალ გამოფენებს და არამშრალ ღონისძიებებს აკეთებენ ხოლმე. ყოველთვის რაღაცა პეცი და რაღაც შარმი არის ყველა ამათ მოწყობილ ღონისძიებაში. თიკა ჯამბურია უცნობთან ერთად დუეტის ჩაწერისთვის ემზადება. თუ რა სიმღერა იქნება, ამას თიკასგან შეიტყობთ. მე და უცნობი მუშაობთ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერაზე. ტექსტი ეკუთვნის რატი ამაღლობელს და მე მიხარია, რომ ჯემალ სეფიაშვილთან ერთად მუშაობ და რა თქმა უნდა უცნობთან და რატისთან. ცის ბოლოს მივდივართ მოსკოვში მენატო და რუსამ მეორე დუეტის ჩასაწერად ვლადიმერ პრესნიაკოვთან, ამიტომ უცნობთან დუეტის ჩაწერა ცოტა დაყონდება და როგორც კი ჩამოვალთ შევწერთ დუეტს.